უკვე 6 თვეა, რაც საქართველოში უცხოელ სპეციალისტებს IT ბინადრობის მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა გაცემული ნებართვების მაჩვენებლები დაბალია. ბიზნესი ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს და ცვლილებებს ითხოვს, რამდენმა უცხოელმა მიიღო IT ბინადრობა. ამ დროისთვის და რა დაბრკოლებს აწყდებიან ნებართვის მიმღებები. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვირდება ახლა ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. საქართველოში IT ბინადრობა ამ დრომდე 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, თუმცა ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესისა და მთავრობის მოლოდინები ჯერჯერობით არ მართლდება. თავდაპირველი პროგნოზით კეთდებოდა გათვლები, რომ IT ბინადრობას 1000-ობით ადამიანი მიიღებდა. კერძო სექტორის შეფასებით მცირე აქტივობას რამდენიმე განმაპირობებელი ფაქტორი აქვს. მათ შორის სახელდება ბიუროკრატიული ბარიერები. ICT ასოციაციამ უკვე შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რითაც მთავრობას მიმართა და IT ბინადრობის გაცემის წესებში გარკვეული ცვლილებები მოითხოვა. ბიზნესი ელის, რომ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და IT ბინადრობის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს შეამცირებს. ICT ასოციაციაში ამბობენ, რომ IT ბინადრობის მიღება დღეს ევროპის ქვეყნებში უფრო მარტივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, ვიდრე საქართველოში. Პროცესს უწლიან გამოცდილებას ვთხოვთ და ის ადამიანი უცხოეთიდან მოდის საქართველოში, ან თუნდაც თქვა 1 წელი არის აქ და 1 წელი თქვა უცხოეთში იყო, მისი დადასტურება ზოგიერთი ქვეყნების შემთხვევაში არის ფიზიკურად შეუძლებელი, ხო? აი, ერთი кейსი რო ავიღოთ, სიტყვაზე ადამიანი მუშაობდა სიტყვაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში, იმისათვის რომ მან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი მოიტანოს და წარადგინოს იუსტიციის სამინისტროში, ამისათვის საჭირო რომ იქ ან გერმანიაში, ან საფრანგეთში, ან ასე შემდეგ სხვა ქვეყანაში იმ კომპანიის დირექტორი მას წაყვეს ნოტარიულად აპოსტილით დამოწმებული და ეს დოკუმენტი იქ აიღოს, რაც არის მოგეხსენებათ ცოტა წარმოუდგენელი. ბინადრობის ნებართვის გაცემა ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა ის 2 დღეში ვერ გაიცემა, თუმცა IT ბინადრობა იმიტომ გამოყავით, რომ მას უფრო დაჩქარებულად, უფრო ნაკლები ბიუროკრატიით შეუძლია მიიღოს ბინადრობის ნებართვა, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახის შრომითი ბინადრობა იქნება ეს საინვესტიციო თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არის ასე ვთქვათ დოკუმენტები, რომლებიც მათ უნდა წარმოადგინონ, როდესაც ეს ადამიანები მოაგროვებენ ამ საბუთებს, უკვე შეუძლიათ მოგმართონ და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ IT ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში IT ბინადრობას ითხოვენ, სიაში ძირითადად მეზობელი ქვეყნები არიან, ჩამონათვალში ასევე ამერიკაც. პირველი IT ბინადრობა კი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეზე გაიცა. ICT ასოციაციის ინფორმაციით, ასოციაციის წევრი კომპანიები დღეისათვის დაახლოებით 15000 ადამიანს ასაქმებენ, აქედან 40% უცხოელია. ბიზნესის შეფასებით, თუ კი IT ბინადრობის გაცემა დროულად არ გამარტივდება, კერძო სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემების და დაბრკოლებების წინაშე დადგება მით უმეტეს იმ ფონზე, როცა 1 მარტიდან ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესებში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ჩვენ სექტორის შემთხვევაში თუ უკვე არსებული თანამშრომელი არის და ხელშეკრულება მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, 1 იანვრამდე მოქმედი ხელშეკრულება მას არ ჭირდება შრომითი უფლების მიღება, თუმცა ჩვენ დავდგებით იმ რეალობას წინაშე, რომ 1 იანვარიც მალე მოვა და ამ ადამიანებს მოუწევთ შრომითი უფლების მოპოვება და პლუს ბინადრობის უფლება, თუ შრომითი უფლების შემთხვევაში, ვთქვათ, IT რას გარკვეულ პრივილეგიებს წარმოადგენს ტექნოლოგიურ სექტორი, თვითონ ბინადრობის კუთხით, თუ ეს დაბრკოლები კიდევ იარსებებს, ადამიანს უბრალოდ ძალიან გაუჭირდება ამის მოპოვება. IT ბინადრობის მიღებისთვის ამ ეტაპზე 90 დღიანი მაქსიმალური ვადაა განსაზღვრული, თუმცა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრიდან ამ ნაწილში ცვლილებები იგეგმება და ვადა 30 დღემდე შემცირდება. მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.